ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი განხორციელდება. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ბაზრის შეფასებას კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი პარამეტრებით მოახდენს. სააგენტოს მიერ აქამდე განხორციელებული ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის და ორი მოკვლევის შემდეგ სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი სააგენტოს მიერ ბოლო წლებში ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოს მნიშვნელოვანი გაგრძელება იქნება. ბაზრის მონიტორინგის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება. შუალედური შედეგები კი პერიოდულად დაინტერესებული მხარეებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდება. დეტალებით კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქედელიძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ საუბარი დავიწყოთ ყველაზე ახალი და აქტუალური თემით, რომელიც ეხება სამედიცინო ბაზრის მონიტორინგის დაწყებას. სექტემბრის დასაწყისში გახდა ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი. რა თქმა უნდა, გკითხოთ თუ რა იყო მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები ივლისში. ჩვენ საქსტატის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები შევიტყვეთ, რომლის მიხედვითაც სამედიცინო სფეროში 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა გასულ წელთან შედარებით და პრინციპში ეს ალბათ მომხმარებლისთვის არ იყო სიურპრიზი, რადგან ძალიან მოწყვლადი მიმართულებაა და ჩვენ საკუთარ თავზე გრძნობთ ფასების მატებას. გარდა ფასების მატებისა და ზრდისა სამედიცინო სექტორში კიდევ რა იყო ის მთავარი ბიძგი, რამაც თქვენ მოგცათ ასე ვთქვათ მიზეზი, რომ დაგეწყოთ ბაზრის მონიტორინგი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. სამედიცინო ბაზრის მონიტორინგის დაწყება ზოგადად რამდენიმე კვირის წინ მოხდა და ერთ-ერთი მიზეზი, როგორც უკვე აღნიშნეთ, იყო ფასების და რაც დადასტურდა საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, კერძოდ სამედიცინო მომსახურების კუთხით სერვისების ფასი საშუალოდ 26%-ით არის დაახლოებით გაზრდილი. ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი გარემოება სწორედ ეს იყო, რომ ამ ბაზარზე დაგვეწყო მონიტორინგი. აქვე კიდევ იყო დამატებითი ფაქტორებიც, კერძოდ ის, რომ ზოგადად ჩვენ სააგენტოში ჩამოყალიბებულია მიდგომა ბაზრების სტრატეგიული შეფასების მიმართულებით და ეს ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო დიდია ბაზარი, რაც უფრო მეტი გავლენა აქვს კონკრეტულ ბაზარს სხვა ბაზრებზე, ბაზარი შეიძლება ჩაითვალოს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონედ, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი მოცულობის მქონე ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევას პოტენციურად უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია მომხმარებლისთვის, ასევე სხვადასხვა ბაზრებისთვის. შესაბამისად, ფასების დასთან ერთად, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობასთან ერთად სააგენტომ ჩათვალა საჭიროდ, რომ ამ ბაზარზე დაეწყო მონიტორინგი. ამასთან ერთად მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სააგენტო მართალია არა სამედიცინო მომსახურების ბაზარს, არამედ მომიჯნავე ბაზარზე, ფარმაცევტულ ბაზარზე საკმაოდ აქტიურად ახორციელებდა წარმოებებს, მათ შორის იყო მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც გაიცა 13 რეკომენდაცია და ქვეყანაში განხორციელდა სისტემური რეფორმები კონკრეტული შედეგებით, ასევე იყო შეთანხმებული ქმედების გამოვლენა ონკოლოგიური მედიკამენტების მიმართულებით და არასამართლიანად მაღალი ფასებიც გამოვლინდა ამ ბოლო პერიოდში, რის ფარგლებშიც ასევე დაჯარიმდნენ კომპანიები. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ეს ამ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის დაწყება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ლოგიკური გაგრძელება სააგენტოს მხრიდან. და აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შემდეგ მოკვლევის და იმ სისტემური რეფორმების შედეგი თითოეულმა მომხმარებელმა საკუთარ ჯიბეზე იგრძნო, ასე ვთქვათ. ეს თემა რომ ამოვწუროთ, გკითხავთ ამ მიმართულებით თუ გრძელდება თქვენი დაკვირვება და ის შედეგი, რაც იქნა მიღწეული, რამდენად არის შენარჩუნებული ამ დროისთვის. ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება ჩვენი სააგენტოს ბოლო წლებში განხორციელებული საქმიანობებისა. პირველ რიგში ხაზს გაუსვა მონიტორინგს. რიგ შემთხვევებში ითვლება, რომ მონიტორინგი არც თუ ისე მნიშვნელოვანი პროცესია სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის ორგანოებში, მაგრამ ჩვენ ცოტათი სხვა დამოკიდებულება გვაქვს ამ მიმართულებით, გამომდინარე იქიდან, რომ ადვოკატირება, ზოგადად რეკომენდაციები და ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესება ჩვენი შეფასებით შეიძლება იყოს ისეთივე, ასე ვთქვათ, სარგებლის მომტანი მომხმარებლისთვის, როგორც შეთანხმებული ქმედების აღმოფხრა და არ დაშვება ბაზარზე. 13 რეკომენდაცია, რომელიც გაიცა ჩვენ მიერ 13-ვე მიემართებოდა ჯანდაცვის სამინისტროს და ეს საქმე იყო ძალიან კარგი მაგალითი ორი საჯარო უწყების ძალიან კარგი თანამშრომლობისა, რომლის შედეგებიც თითოეულ მომხმარებელზე აისახა.
კონკრეტულად კი დღეის მდგომარეობით გვაქვს ქვეყანაში აქტიური GMP და GDP სტანდარტი და ხარისთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობს წინა პერიოდთან შედარებით. ასევე დაახლოებით 8000-მდე მედიკამენტზე ამოქმედებულია რეფერენტული ფასები, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი აფთიაქში ამბულატორიულ დონეზე ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიონი ლარით უფრო ნაკლებ თანხას იხდის, ვიდრე იხდიდა მანამდე. ასევე კლინიკებისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხითაც არის შეღავათი გამომდინარე იქიდან, რომ რეფერენტული ფასი შეეხო საბითუმო დონესაც, შესაბამისად თითოეული კლინიკა, როდესაც შეიძენს მედიკამენტს თავისი სამედიცინო მომსახურების მიწოდების ფარგლებში, მასაც შეუმცირდა, ასე ვთქვათ, შესაძენი მედიკამენტის ფასი. გარდა ამისა, აღიკვეთა ბაზარზე კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება ძალიან მძიმე მიმართულებით, ეს იყო ონკოლოგიური მედიკამენტები, რის ფარგლებშიც ბაზარზე მოქმედი 4 მსხვილი კომპანია დაჯარიმდა და ასევე არასამართლიანად მაღალი ფასები, როდესაც ქვეყანაში დაახლოებით 1 ლარად იმპორტირებულ მედიკამენტს საბოლოო ჯამში მომხმარებელი საცალო ბაზარზე 30 ლარად ყიდულობდა. ასეთი რამე დღეს აღარ ხდება, თუმცა წარსულში არსებულ ფაქტებთან დაკავშირებით სააგენტოს ჰქონდა ძალიან მკაცრი რეაგირება და საჭირო რეაგირებაც. ასევე კიდევ ერთ საკითხს მინდა გაუსვა ხაზი. ICN-ის კონკურენციის საერთაშორისო ქსელის მიერ ყოველწლიურად იმართება წლის შემაჯამებელი კონფერენცია, სადაც არის კონკურსები, კონკრეტულად ადვოკატირების და ამგვარი საკითხების მიმართულებით და კონკურენციის აგენტოს ეს აქტივობები გახდა წინა წლის გამარჯვებული თემა შოტლანდიაში, ქალაქ ედინბურგში გადმოგვეცა სპეციალური პრიზი აღნიშნულთან დაკავშირებით. კი ბატონო და იმედია სამედიცინო ბაზრის მონიტორინგიც იქნება მიზეზი, მსგავსი ღირებული და წონადი სააგენტოსთვის თქვენი შემდეგი დაჯილდოების ამაზე ალბათ მომავალში ვისაუბრებთ. ახლა რომ მიუბრუნდეთ ამ თემას, სამედიცინო ბაზრის მონიტორინგის ნაწილში რა იქნება ის მთავარი კრიტერიუმები, რითიც ბაზარს შეაფასებთ და ფარმაცევტული ბაზრის შემთხვევაში ჩვენ გვახსოვს ბიზნესის დამოკიდებულებები და მათი პროტესტი გარკვეულ შემთხვევებში. ამ შემთხვევაში როგორია თქვენი მოლოდინები? სწორად აღნიშნეთ, იგივე ფარმაცევტული ბაზრის კუთხით იყო გარკვეული წინააღმდეგობა, რეფორმების კუთხითაც, თუმცა არა ყველა კომპანიის მხრიდან, ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების ბაზარს, ზოგადად ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების კრიტერიუმები კანონმდებლობით არის გაწერილი, ეს მეტად სპეციფიკური კრიტერიუმებია, თუმცა ამ კრიტერიუმებს მიღმა მომხმარებლისთვის, იგივე პაციენტისთვის მნიშვნელოვანი არის მომსახურების მიღების ფასი და რაც მთავარია ხარისხი. ხარისხის მარეგულირებელი ამ შემთხვევაში არის ჯანდაცვის სამინისტრო და ჩვენ ამ კუთხით ნაკლები ჩარევის შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა ფასის მიმართულებით ის რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების მხრიდან და რაც აისახა სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ანგარიში, ჩვენ აუცილებლად შევისწავლით ამას. რაც ნიშნავს იმას, რომ თითეული ფასის და განპირობებული იყო თუ არა საბაზრო ფაქტორებით იქნება ჩვენ მიერ შესწავლილი და თუ აღმოჩნდა ისე, რომ ფასი კონკრეტული კომპანიების მიერ კონკრეტულ სერვისებზე გაიზარდა არასაბაზრო ფაქტორებით, იქნება ეს დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, შეთანხმებული ქმედება, რა თქმა უნდა, სააგენტოს ექნება კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება. კი ბატონო და სამედიცინო მომსახურების სფეროს მონიტორინგის პირველადი ანგარიში როდისთვის შეიძლება რომ იხილოს დაინტერესებულმა მხარემ, შეიძლება თუ არა რომ ეს მოესწროს მიმდინარე წელს? საკმაოდ კომპლექსური საკითხი არის, ბაზარი გამოირჩევა კონკრეტული სპეციფიკით, თავისებურებებით, თუმცა ჩვენ შევეცდებით, რომ უახლოესი თვეების დონეზე, მათ შორის წლის ბოლოს პირველადი ანგარიში მაინც გქონდეს, რომელიც რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის საჯაროდ იქნება ცნობილი. კი ბატონო და ახლა გადავიდეთ სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა ბაზრებზე, რომელზეც ხორციელდება მონიტორინგი და საწვავის ბაზარი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზოგადოების უდიდესი ინტერესის საფუძველს იწვევს ხოლმე ხშირად. რა ვითარებაა ამ მიმართულებით, რომ გითხრათ ამ ეტაპისთვის და შემდეგ უკვე რიგითობით მივყვეთ სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე სეზონურად ძალიან საინტერესოა თხილისა და ლურჯი მოცვის ბაზარი, FMCG სექტორი და ასე შემდეგ. საწვავის ბაზარზე პრაქტიკულად სააგენტოს მონიტორინგი არ შეუწყვეტია 2019 წლიდან მოყოლებული და სწორედ ამგვარი განგრძობითი დაკვირვების შედეგი იყო ის, რომ 2022 წელს სააგენტომ აღმოაჩინა, რომ კომპანიების მხრიდან ფასების და შესაძლებელია ყოფილიყო კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში და რაც მოკლევის შედეგად დადასტურდა კიდევაც, შედეგად ბაზარზე მოქმედი 5 კომპანია დაჯარიმდა და მოკლევის დასრულების პრაქტიკულად მეორე დღესვე სააგენტომ ამ ბაზარზე განაგრძო მონიტორინგი. ჩვენ მიმდინარე ეტაპზე
ყოველკვარტალურად და ყოველწლიურად უფრო ფართო ჭრილში ვაქვეყნებთ ანგარიშებს. ანგარიში, რა თქმა უნდა, კანონმდებლობით გაწერილი სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით ხდება ბაზრის შეფასება, თუმცა მომხმარებლისთვის ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი არის ფასი. ფასებზე დაკვირვება ჩვენ სააგენტოში საწვავის ბაზრის მიმართულებით მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. ჩვენ შემდეგი ანგარიშის გამოქვეყნებას ვაპირებთ უკვე ოქტომბრისთვის დასაწყისში. დაკვირვებას ვახორციელებთ ყოველდღიურ საცალო სარეალიზაციო ფასებზე და ასევე იმ ფაქტორებზე, რასაც თავისი კონტრიბუცია გააჩნია ყოველდღიური საცალო ფასის ფორმირებაში. ეს არის ძირითადად ლარის გაცვლითი კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებით და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასები, რაც თავის მხრივ განაპირობებს კომპანიების შესასყიდი საწვავის თვითღირებულებას. თუ სააგენტო დაინახავს, რომ ფასების ცვლილება განპირობებული არ არის საბაზრო ფაქტორებით და ჩნდება რისკები, რომ ფასი შესაძლებელია გარკვეული შეთანხმებული ქმედების შედეგად იყოს ფორმირებული, სააგენტოს ისეთივე რეაგირება ექნება, როგორც ჰქონდა 2022 წელს, ანუ ბაზრის შესწავლა უკვე მოხდება კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების. რადგან ოქტომბერში უკვე აპირებთ ანგარიშის გამოქვეყნებას, თუ შეგიძლიათ გითხრათ დაახლოებით მაინც, თქვათ რა შეიძლება ამოვიკითხოთ ამ ანგარიშში, ანუ რამდენად ბიზნესი, რამდენად არის პასუხისმგებლიანი ამჯერად? წინასწარ გამიჭირდება საუბარი, თუმცა ჩვენ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ წინა პერიოდები უკვე მოკვლევის დასრულების შემდეგ, რის ფარგლებშიც დადასტურდა შეთანხმებული ქმედება და შეთანხმებული ქმედების გამოვლენის შემდეგ, როდესაც სააგენტოს ჰქონდა ამაზე რეაგირება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზარზე მსგავსი ქმედებები აღარ შეინიშნება, თუმცა გამომდინარე ისევ და ისევ იმ ფაქტორებიდან, რომ ეს ბაზარი თავისი მოცულობით არის დიდი, ამ ბაზარს პრაქტიკულად თავისი, ასე ვთქვათ, სპეციფიკიდან გამომდინარე გავლენა გააჩნია ყველა იმ ბაზარზე, სადაც ტვირთის გადაადგილება ხდება ლოგისტიკაზე, იგივე FMCG ბაზარზეც მათ შორის და ასევე რისკ ფაქტორებიდან გამომდინარე ამ ბაზარზე სააგენტოს უკვე იდენტიფიცირებული აქვს ორჯერ შეთანხმებული ქმედება, ჩვენ მონიტორინგს ვაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, თუ რა გამოვლინდება მაგალითად შემდეგ 3 თვეში ან ყოველწლიურად, თუნდაც ბაზარი, ასე ვთქვათ, ფასების კუთხით თანხვედრაში იყოს საბაზრო ფაქტორებთან, სააგენტო მაინც არ შეწყვეტს ამ ფაქტორების გათვალისწინებით ამ ბაზარზე მონიტორინგს. კი ბატონო, ძალიან ცოტა დრო გრჩება შესაბამისად ყველა იმ მიმართულებას, რაზეც სააგენტო მონიტორინგს ახორციელებს, სათითაოდ ვერ ჩავშლით. მინდა ბოლოსკენ გითხოთ, გარდა სამედიცინო ბაზრის მონიტორინგისა, რომელიც რამდენიმე კვირაა დაიწყეთ, თუ არის რაიმე კიდევ პრიორიტეტული ახალი მიმართულება, რომელსაც განიხილავთ, რომ მოექცეს თქვენი ყურადღების ცენტრში? ერთ-ერთი ახალი მონიტორინგი, რაც ჩვენ დაახლოებით 1 თვის წინ დავიწყეთ, არის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბაზრის მონიტორინგი, რომელიც თავისი მოცულობით, რა თქმა უნდა, არ არის ისეთი სიდიდის ბაზარი, როგორც იგივე სამედიცინო მომსახურება და ასე ვთქვათ, საწვავის ბაზარი, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში წარმოებული საბოლოო პროდუქტის, სოფლის მეურნეობის პროდუქტის მიმართულებით. აქ ჩვენ აქტიური კონსულტაციები გვაქვს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართებით. გარკვეული კითხვითი ნიშნები ამ მიმართულებითაც არსებობს ფასებთან დაკავშირებით. ჩვენ კომუნიკაცია გქონდა უკვე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების იმპორტიორ კომპანიებთან, კომუნიკაცია გვაქვს საცალო ბაზარზე მოქმედ კომპანიებთან და ამ მიმართულებით ანგარიში, ჩვენი ანგარიშის პირველი ვარიანტი წლის ბოლოსთვის საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც ყველა ამ კითხვას გასცემს პასუხს. კი ბატონო, ველოდებით მონიტორინგის ანგარიშებს ოქტომბერში უკვე საწვავის ნაწილში და პესტიციდებს უკვე წლის ბოლოსკენ, რა თქმა უნდა, წლიური შეჯამებითაც იქნებით ჩვენი სტუმარი, სადაც დეტალური ინფორმაციებს მოგვაწვდით. იმედია ამ საკითხებთან მიმართებით დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო გიორგი ქედელიძე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი.